რა დღეშია ჩვენთან ჯანდაცვა იცით თქვენ? ჯერ ლატარია დიაგნოზი რომ დაგისვან სწორი. მერე მკურნალობა არის უმაღლეს დონეზე ძვირი. წამლები ძვირი და არის ისეთი პაციენტები, რომლებიც უბრალოდ ვერ იმკურნალებენ აქ, იმიტომ რომ არის საშუალება და ამის ტექნიკა და ამის ესე თქვა კომპეტენცია ჩვენს ქვეყანაში არა. დაახლოებით სტატისტიკით 7-დან 10,000-მდე ადამიანი ჩადის სამკურნალოდ ევროპულ ქვეყნებში. და თქვენ გადახედეთ თქვენ საახლობოს, რამდენი თქვენი ახლობელი უფასოდ გადის რეაბილიტაციას ევროპის ქვეყნებში და სახელმწიფო იქაური ქვეყნები უზრუნველყოფს ამას. ანუ ესეც გვესპობა, ხო? ესეც გვესპობა, რომ ესე ვთქვათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა ჩაიტაროს ბავშვებმა, ახალგაზრდებმა თუ ასაკობრივმა არ აქვს მნიშვნელობა.